შევდივართ სასადილოში. აი ეს მუყაო როგორ არ მიყვარს. ეს მუყაო არ უნდა იყოს დეზობარიერი, ყველაფერი კარგია, მაგრამ ესეც შემოდის შედარებით ამასთან. ხო, მაგრამ ნახეთ, ახალი ხალიჩა რო დადოთ, ხო? გექნებათ მშვენიერი დეზობარიერი. შველის ნამდვილად, აი თუნდაც ეს ჯობია. ესეც. აი მეორეც არის შიგნით. ეს ძალიან კარგია, ეს ძალიან კარგი. და აქაც სიგარეტის გურად გარეთ უნდა იყოს სიგარეტის ისა. ხო და ეს ნაგვისთვისაა, სიგარეტის მოწვა საერთოდ შეიძლება პაჟარნი. ურნა არის სიგარეტის. აქვე არის საპირფარეშო, მოდით შევიხედოთ, ბარემ არ მომწონს. ეს რატოა? თქვენ არ გეკუთვნით? რემონტი აქვს. ხო, ეს აადრეს, რო აქ უნდა გააკეთოს ხელმეორედ რაღაცა. აჰა. ჩვენ ხმარობთ უბრალოდ ტუალეტები, სხვა ტუალეტი. თქვენ იყენებთ, მაგრამ ეს არის კლინიკის ტუალეტი. აი ქალბატონი ნინო გვიხსნის ახლა, ნინო არის ის ადამიანი, რომელიც ახლა ქირაობს ამ ფართს, რომ კლინიკას ეკუთვნის ეს შენობა, მაგრამ ის იჯარით იღებს და თქვენი პასუხისგებლობის ქვეშ არის ახლა ეს ობიექტი, ხო სწორია? რემონტია ამ ობიექტზე და ეს უბრალოდ ახლა საპირფარეშო ხო გვინდა და ახლა ჭერის გამო ვერ გავაჩერებთ ადამიანს ხელის დაბანო რო უნდა რა უცხო. გასაგებია. ქალბატონი ნინო ვინ არის? თქვენ ბრძანდებით? იმიტომ ქვია ნინო სასადილო? სიმართლე გითხრათ, ზევიდან რომ დავინახე, სხვა სიტუაციას ველოდებოდი, მაგრამ იმდენად ლამაზად აგაქვთ, ყველაფერი ჩაწიკწიკებული და იმდენად აპეტიტურად გამოიყურება, რომ აი იმედია, რომ არ მიღალატებთ და სამზარეულოშიც იგივე დამხვდება. ძალიან ლამაზი დახლი, არაჩვეულებრივი, მაგრამ სახალხო კონტროლს უფრო აინტერესებს აი ლამაზი დახლების უკან რა ხდება და ამიტომ შემოვედით სამზარეულოში. კოროზია ეს მაცივარი არის კასტიმის კაიზერის ნატახტარის და უნდა შეგიცვალოთ. უნდა შეგიცვალოთ. კოროზია არა, უბრალოდ ატეხილებია. მაგას კი, მაგრამ აი ნახეთ, აუცილებლად უნდა შეიღებოს. ქალბატონ ნინოს სახში კერძს რო ვაკეთებთ რა ვშევით ალუმინის ქვაში. გადაგვაქვს. კი ბატონ. მე არა, აი ის როცა შედგამთ აუცილებლად უნდა გადაიტანოთ. ესეც უნდა გადავა. კი ბატონო, ეგეც უნდა გადავა. აი დანარჩენი გადატანილია, ხო ხედავთ? დანარჩენი გადატანილია. გადატანილია დანარჩენი, კი ბატონო. ეს სწორადაა მოთავსებული და ამოტკეცილი არ უნდა იყოს, აი ამასაც მოერიდეთ, ძირითადად ეცადეთ. კი ბატონო, კი ბატონო, კი ბატონო, მისაღებია. ვადები უნდა იყოს დაწერილი აუცილებლად. შაბათ-კვირას ვისვენებთ და ორ შაბათიდან ვიწყებთ სამ შაბათამდე ვამზადეთ საჭმელს, ასე რომ ის რო სიტყვაზე დრო იყოს არა, მე თქვენთვის მე ხوار მithქვია ძველია. მე ხوار მithქვია, იმიტომ რომ მეც ხედავ რომ ქვაბი სავსეა, ერთი სავსეა და მეორე სავსე. აქედან გამომდინარე სულ ახალი გაკეთებულია. მე ამაში ეჭვი არ მეპარება და მაგრამ ნახეთ აუცილებელია რომ იყოს ვადები მინიშნებული. ხარშა და სალათა უნდა გაქვს. აი არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება პარკში რატო გაქვთ მაშინ დადებით და დაასრულეთ. კი ბატონო, დაასრულეთ კეთება. ესეც ძალიან მარტივად ყველი კი გამზადებულია კი, მაგრამ ძალიან მარტივად გაიხევა პარკი და კი ბატონო, გავიტანოთ და არ დაუშვათ რომ აქ იყოს. აი ბოსტნეული და ყველიც ერთად არა. არ შეიძლება, იმიტომ რომ მით უმეტეს გაურეცხავი ბოსტნეული. ბოსტნეულთან ჩავდოთ. ხალხი უბრალოდ რო გარეცხოთ უჭირდება და მაგაშია. არა, ხალხზე არ ვამბობ. ემალის ქვაფშია მოთავსებული და კი ბატონო დასაშვებია და ეს ნახეთ. აი, ყველაფერი ხელის მოსანაცვლებლად. მე მესმის რომ თქვენ პერიოდულად ძალიან ბევრი მომხმარებელი შემოგდით, მაგრამ პატარა სამზარეულო, მაგრამ სისწრაფე არის სისწრაფე. 06 თებერვალი, ეს არის გამოშვების თარიღი და ძირითადად 45 დღიანი, კი ბატონო, 45 დღიანი შენახვის ბადა აქვს მაცივარში და ვადაში არის, ანუ ახალია, პროდუქცია ვარგისიანია. კი ბატონო, აი აქ რა ხდება? ესენი რა არის? კუპატი და ესენია გაყიდულები. ეგ ლობიანი, ლობიანი, კუპატი და რაღაცაები, ხო? ეს კონტეინერი ხო არის ერთჯერადი კონტეინერი, ხო? აი ეს კონტეინერი, ერთჯერადი კონტეინერი არის. ეცადეთ რომ გქონდეთ ახალი. ახალი გახსნილი, აი არაჟი მაგალითად, მე ეს იხმარება ერთჯერადად. ხო, აი ეს არის ჩვენი მწვადია, ვაფშე არ არის აქ სახმარი, ამ დროს ჩვენი ოჯახის ჩვენ მწვადს აგარხმარობ. ან გასაყიდად, იმიტომ რომ კარგით. დიეტურ ვარიანტი. კარგით. ეს გაზი რო წავიდეს, გასქურა, გასაცხელებლად და გამოსაყენებლად. რატო შუქით შევა ხოლმე, ხშირად და გვეთიშება ყველაფერი და მაგიტო გჭირდება, კი ბატონო, ყველაფერი დენზე ყვა. შევედით უშუალო სასადილოში.
აჰა, აქაც ნაგვის სურნა. ეს რა არის? აი ეგეთი ეს დივანი აგურებზე რატოა? აგურებზე. ფეხები მოძრა და მაგიტო. ფეხები მოძრა და აგურზია? ვაიმე. ავწიეთ ცოტა რომ ძალიან დაბალზე იყო. იცით რა, კვების ობიექტია და რაღაც აგურებზე შემდგარი დივანი. იატაკი სუფთაა. ხო, აგერ ხედავთ, შვენიერი სტუდენტები from India. Yes? Yes. ჩვენი ინდოელი მეგობრები. Namaste. არ ვუშლით ხელს პერსონალს, იმიტომ რომ რა თქმა უნდა, ექიმებიც ჩამოდიან აქ, მედპერსონალი ჩამოდის სასადილოდ, პაციენტები და მათი გულშემატკივრები, თუ პაციენტები არ ჩამოდიან. კი, პაციენტებიც და სერიალებიც კი აი ესეთი თემატურია, რომელიც სამედიცინო თემას ეხება, ხო? მე რა მაინტერესებს, აი ახლა ადამიანი, რომელიც კერძებს არტვებს და ასევე ფულსაც იგივე ხელით ხელთათმანის გარეშე არ დარღვევა. მე ვარ მანდ ფულზე მე. აი ახლა მე რასაც ვუყურებ. თქვენ დაგდებთ და რა ვქნა მითხრა. მე ჩვენ არ გვითქვია რომ ჩვენ დაგხვდეთ. კი ბატონო, მაშინ გადავალი. კი ბატონო, თქვენ მიბზა, თქვენ ფულთან იმუშავეთ, თქვენი მეუღლე თუ ვინც არის, ის იმუშავებს, მეუღლე კერძებთან იმუშავებს და ჩვენ ხელს არ შეგიშლით, რატო? არანაირად. ჩვენ არ გვინდა რომ დარღვევა მოხდეს ამ კაფეში. არანაირად. არა. აი, ხედავთ რაც თქვი ხო, ფული აიღო და კერძებიც იგივე ხელით მიართვა შემდეგ. ამაზე ვამბობდი რომ არ უნდა იყოს. ახლა ვიღაცა იტყვის შარზე არიან, არ ვარ შარზე. ბატონო ნინო. ნახეთ. აი კედლები. არა, კედლები ეგ ჭუჭყიანი არ არის, ეგ არის თვითონ თავისი ისა. არა, ეს რო ნახატია, ამას უყურებ. ეს რო ნახატია, ამას უყურებ, მაგრამ აი ეს უკვე ნახატი არ არის. აი ეს ჩამჯდარი ჭუჭყია, აი ეს უკვე ნახატი არ არის. აი ეს უკვე ნახატი არც ერთი არ არის. აი ეს თქვენ თვითონაც უყურებთ და აქ არის არა. კი მესმის, მაგრამ უნდა გაიწმინდოს სათანადოდ. კედლები გასაწმენდია. შეფუთული უნდა იყოს, აი გარედან კიდევ უფრო შეფუთეთ, იმიტომ რომ ნახეთ, აი აქ სულ აი ნახეთ კონდენსატები და ეს ზეთები არის, აი მესმის, ამიტომ გეუბნებით, შეფუთეთ, იმიტომ რომ ამას ვერ გაწმინდავთ, ეს წარმოადგენს რისკ ფაქტორს და ვერ გაწმინდავთ. ამიტომ გეუბნებით, შეფუთეთ და გამოცვალეთ შემდეგ შეფუთვა და ბევრად მარტივი იქნება. სისუფთავეს შეინარჩუნებთ. ნუ ეს ისე ხუთი ვიდეოს რომ აქეთ იქით არ გადაიწუწოს და ამაში ჩაისხეს და მე ამას ხეხავს ხოლმე. დავით. ხოლმე. ხანდახან, კი ბატონო. არა, ხოლმე არა, ხანდახან არა, ხშირად ხეხავს, უბრალოდ ეხლა ბოლოს არ არის გახეხილი, ნამდვილად კეთახმები. კი ბატონო. ეს გარშემო ხედავთ, ყველაფერი სუფთაა. აი ნახეთ, გასაწმენდი არის და ამის გაწმენდას მე სულ არ დავეძებ და არ მადარდებს. მე მადარდებს სხვა რამე. აქაც გასაწმენდია, ნახეთ, აი ეხა მოანათა და ლაქებს, ზეთის ლაქებს უყურებ და ეს ზეთის ლაქები რო აი ამ კოზებზე ილექება, აი ეს უკვე ცუდია. ამიტომ ადექით და სხვაგან გადაიტანეთ, ანუ უშუალოდ არ იყოს გასქურასთან, ხო? იატაკის წყალს სად აქცევთ? ტუალეტი გვაქვს. საპირფარეშო გაქვთ და ის აქცევთ, კი ბატონო. მანტრაფია. ეს გამოცვალეთ. რა მინდა გთხოვთ, აი ასეთი ღრუბლები. მაგას ჟარონებზე ხმარობთ და ვითომ მაგიტო უდევს ეგ. აი ვითომ ეკონომიაა, მაგრამ სინამდვილეში აი ძალიან ცუდია რა, აი ძალიან არა. აი ამ ღრუბელზე ხმას არ ვიღებ. კი ბატონო, მისაღებია, დანარჩენი არა. არ უნდა იყოს ზედმეტი დაგროვების საშუალება. აი ნახეთ რა მხელა. აი ამის გამო ის აბლაბუდა ვერ დაინახეთ. ნახეთ როგორ ფარფარებს. აი ეს არის ყველაფერი. აი ნახეთ რა მტვერიანია. კი არა, ეგენი წინაზე იყიდა და რატო შეყარა აი და არ ვიცი მართლა. სულ ყველაფერი არის მტვერიანი და სულ ყველაფერი. აი საშინელი მდგომარეობაა. ნახეთ. აი ეს ყველაფერი არის მტვერის დამგროვებელი. ძალიან სითბო გაქვთ აქ. თავისთავად, იმიტომ რომ ღუმელი მუშაობს, ისედაც ესეთი შეკრული ტერიტორიაა და სითბო მარტივად. კი ბატონო, აი ხა მითხარით, აი ამგეს, აი ნახეთ, მოკიდეთ ხელი რა თბილია. ხელი მოკიდეთ, კი. ხო არის თბილი? თბილია. აშკარა თბილია. ეს ხო ძალიან მალე გაფუჭდება. ეს თბილია. არა, ეს დღეს და ხვალ. არა, მესმის, დღეს და ხვალ კი არა, ეს ფუჭდება საათებში. აი ეს არის ასორტიმენტი კერძების, კუპატი, ქაბაბი, კოტლეტი. ფასები მისაღებია ნამდვილად, კოტლეტი 2.5 ღირს. მჭადი ლარი. ხო. უბრალოდ განთავსებულია ცოტა ქაოტურად, უნდა გითხრათ. მაგრამ მე უკვე მივხვდი რომ აქ ესთეტიკაზე ზედმეტია საუბარი. ეს თქვენი გამზადებულია, ეს ციცაკა, თქვენ ამზადებთ? გემრიელი იქნება, აი სახში გამზადებული, ნახეთ, დაკონსერვირებული. კი არ ვიცი შეიძლება თუ არა ესეთი კონსერვების გაყიდვა.
მაგრამ აქ ამზადებენ ყველაფერს. აი ეს არის ნამდვილად. აქ სალათებია ერთჯერად კონტეინერებში, აგერ ნამცხრებიც არის. ასევე საცხობის პროდუქცია, პიცა, ფასები ნამდვილად მისაღებია, მაგრამ ჩვენ მაინც ის უფრო გვაინტერესებს, როდის არის ეს ყველაფერი დამზადებული, კითხვის ნიშანი. ჩვენ რაც სასადილოში, სასადილო ნინო სამზარეულო, ჟვანიას ქუჩა ნომერი 15, წმინდა მიქაელის ჰოსპიტალში. თქვენ მითხარით, რომ ახალ-ახალს ვაკეთებთ, შაბათ-კვირას ვისვენებთ და ორ შაბათს ახალ პროდუქციას ვიწყებთ. ანუ ეს არის დღევანდელი და გუშინდელი გაკეთებული პროდუქცია, იმიტომ რომ დღეს სამშაბათია. ვიზუალზეც ეტყობა, რომ ახალია. მაგრამ მომხმარებელი, როდესაც მოდის, მან არ უნდა დაგისვათ თქვენ კითხვა, როდის არის დამზადებული, სანამ დიახ შენახვისვა და თქვენ თვითონ უნდა უზრუნველყოფდეთ ისე ამ პროდუქციის რეალიზაციას, რომ მომხმარებელი ბოლომდე იყოს ინფორმირებული. იქეთ არ შევალ, აქეთ ჩვეულებრივად ქათმის ფილიარი და პრინციპში მაცივარი დანარჩენი ცარიელია და ეტიკეტი აქვს, ეტიკეტზე ვადა წერია. ეს კიდე ცომია, რომელიც მალფუჭებადი არ არის და პრობლემას არ წარმოადგენს. დახლზე მე ჩემი პროფესიიდან გამომდინარე ვიტყვი, რომ დახლზე აი ამ პროდუქციას რო არ ქონდეს ვადა დაწერილი, დასაშვებია, იმიტომ რომ ძირითადად არის ცხელი. ცხელ პროდუქციას არ ჭირდება ვადის დაწერა. შემდეგში, როდესაც გაცივდება და გადადის მაცივარში, აი ამის მერე უნდა იყოს ვადა მინიშნებული.